ენერგიის განახლებადი სახეობა წიაღისეულ საწვავზე უფრო იაფი ხდება, მაგრამ სუფთა ენერგიაზე გადასვლა ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, იქ სადაც ყველაზე დიდი სარგებლის მოტანა შეეძლებოდა წარმოებაში. მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის ყველაზე დიდი წილი წარმოებაზე მოდის, ხოლო მასში გამოყენებული სითბო მსოფლიოში გამოყენებული წიაღისეული საწვავის მეოთხედს შეადგენს. ქარისა და მზისგან მიღებული ენერგიის მოცულობა მუდმივი არ არის. ჭარბი ენერგია რომ არ დაიკარგოს, ენერგიის გარდაქმნა შეიძლება მუდმივ სითბოში, რომელიც ეგრეთ წოდებული სითბორ აკუმულატორში ინახება, რომლის შემუშავებით საქმიანობს კომპანია Rondo Energy. აკუმულატორი შეიცავს ტოსტერის მსგავს გამაცხელებელს და ყველაზე მარტივ ნედლეულშია ჩაშენებული თიხის აგურში. ნახტომი შევასრულეთ ნედლეულის გამოყენებაში, რომელსაც მსოფლიო უკვე დიდი ხანია აქტიურად იყენებს. შეგვიძლია მე-19 საუკუნის აგურები ავიღოთ და მისგან 21 საუკუნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ავაშენოთ. ლითონის ელემენტი სითბოს წარმოქმნის, ხოლო რთული მოხაზულობა აგურს თანაბრად გაცხელების და რამდენიმე დღით სითბოს შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ეს არის მხოლოდ ერთი აგური. აგროვებს იმდენივე ენერგიას, რამდენსაც Tesla Model X-ის აკუმულატორების ბლოკი. 3000-მდე ასეთ აგურს ვალაგებთ, რათა ერთი დიდი სითბური აკუმულატორი გაკეთდეს. ამგვარი აგურის ბლოკს ჰაერის გაცხელება ცელსიუსით 1000 გრადუსამდე შეუძლია. ეს კი ზუსტად ის არის, რაც საკვების, საწვავის და სხვა მრავალ მწარმოებელ კომპანიებს სჭირდებათ. Rondos პირველი სითბური აკუმულატორი 2023 წელს კალიფორნიაში ბიოსაწვავის საწარმოში ამუშავდა. წვის, ქარისა და მზისგან მიღებული ენერგიის ჩანაცვლება ბიოწარმოებასთან დაკავშირებულ ნახშირბადის გამოფრქვევას ორჯერ ამცირებს. ამგვარი აგურის დიდ მასშტაბში წარმოება ხორციელდება ტაილანდში მდებარე ქარხანაში. გეგმაში ამ მსოფლიოში უდიდესი აკუმულატორის საწარმოს მშენებლობა და განახლებადი ენერგიის წყაროს უდიდეს მწარმოებელთან EDP-სთან შეთანხმება ნახშირორჟანგის ნულოვანი გამოფრქვევის საწარმოო სითბოს მიწოდებაზე. Мэтт Дибл, Андрей Деркач, Юрий Закревский специально для программы «Детали».